არის ორი შესასვლელი ტაძარში. სავარაუდოა, რომ აქედან შედიოდნენ მამაკაცები, ხოლო მეორე კარიდან შედიოდნენ ქალბატონები. ამის იქეთ მეორე მხარეს ფლიგელში არის ასევე კიდე ერთი შესასვლელი, საიდანაც სავარაუდოდ ტაძარში შესვლა შეძლოთ მხოლოდ სასულიერო პირებს. კიდევ ერთი უნიკალურობა ეკლესიის არქიტექტურის არის ის, რომ ტაძარი თუ დააკვირდებით, დღის სხვადასხვა მონაკვეთში იცვლის ფერს. დედათა მონასტერია და უკვე აქეთ მხარეს აქვს დედავებს კელიები მოწყობილი, ხედავთ ბაღებს უვლიან, ერთ-ერთი დედავა ხოცულის ბაღს არის ულამაზესი ხემცენარეები, აქ ჩატარდა რამდენიმე სამუშაოები, არქეოლოგიური გათხრები და ასე შემდგომ და რამდენიმე წლის წინ ასევე აქ ძაღლით ხრიდა, სხვა შორის ეს ძაღლი წევა შემოგვექება. იქ სადაც მუშები მუშაობდნენ და ჩავარდა ასე ვთქვათ ოდნოში, რომელიც მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ არის საიდუმლო გვირაბი. ის გვირაბი ახლა არის დალუქული და არის მოსაზრება, რომ სამივე მონასტერი, რომელიც ამ ტერიტორიაზეა, სწორედ უკავშირდებოდა ამ გვირაბით ერთმანეთს. მოგეხსენებათ, რომ ეს იყო ადგილი, რომელიც დიდი შემოსევებს უძლებდა და ხშირი იყო ეს შემოსევები და სავარაუდოდ აი ამ გვირაბის მეშვეობით სასულიერო პირები უკავშირდებოდნენ ერთმანეთს ან გადიოდნენ შედარებით უსაფრთხო ადგილს. დიდებულია ეს ეკლესია, რომელიც მე-5 საუკუნით თარიღდება, თუმცა არის მოსაზრება, ვინაიდან ტერიტორიაზე ბევრი რამ არის ნაპოვნი, რომ ეს ტაძარი, მათ შორის ნაპოვნი არის მონეტები მე-3 საუკუნის, მე-4 საუკუნით დათარიღებული და არის მოსაზრება, რომ ტაძარი ბევრად უფრო ადრე არის აშენებული, ვიდრე ეს ისტორიულ წყაროებშია მოხსენიებული. გალავანი, რომელიც მონასტერს და ასე ვთქვათ, აკრავს, ესეც არის ძველი გალავანი. ეს კი მე-17 საუკუნის სამრეკლო და აქტიური სამონასტრო ცხოვრება მიდის კვლავ ეკლესიაში, მონასტერში.